მოგესალმებით, მე ვარ ანა ქამუშაძე, ინგლისური ენის მასწავლებელი. ვაგრძელებთ ინგლისური ენის გრამატიკის ვიდეოების ჩაწერას. დღეს განვიხილავთ present continuous tense, ანუ აწყვო განგზობითი დრო. ვისაც არ გინახავთ ჩვენი წინა ვიდეო, სადაც საუბრობთ present simple-ზე, გთხოვთ გადადით, უყურეთ, რადგანაც დღეს უნდა შევაჯამოთ და შევაპირისპიროთ ეს ორი დრო ერთად. ეხლა კი დავიწყოთ. Present progressive ანუ present continuous tense, აწყვო განგზობითი დრო, გამოხატავს მოქმედებას, რომელიც ხდება ახლა, აქ, ამჟამად, ამ ვითარებაში და შესაბამისად ყველაზე კარგად გადმოგცემს მოცემულ მომენტში მიმდინარე მოქმედებას. მას რამდენიმე ფუნქცია გააჩნია, როგორც უკვე ვახსენეთ, ამ წამს მიმდინარე მოვლენებს გადმოგცემს, გამოხატავს temporary actions, ანუ დროებით მოქმედებებს. I'm working in New York this week. ამ კვირას ნიუ-იორკში ვმუშაობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად ნიუ-იორკში ვმუშაობ და ჩემი სამუშაო ადგილი ნიუ-იორკია. გამოხატავს ასევე უფრო გრძელვადიან მოქმედებებს, რომლებიც პროგრესირდება დროში და ასეთი გვაქვს she is studying to be a doctor. რა თქმა უნდა, ეს სასწავლო პროცესი არ დამთავრდება ერთ და ორ დღეში, ცოტა გრძელი მოქმედება არის და გამოხატავს მიზნისკენ მიმავალ დაგეგმილ მოქმედებებს. ტრენდები, რა თქმა უნდა, და გვაქვს more and more people are using cell phones today. დღესდღეობით მეტი და მეტი ადამიანი, ეს არის მზარდი ტრენდი, გამოხატავს ამ მოქმედებას და გვაქვს fixed future plans, ანუ ფიქსირებული მომავლის მოქმედებები, ისეთი, რომელიც აუცილებლად 80% შესრულდება, ვიცით სად, როდის, ვისთან უნდა გქონდეს ეს შეხვედრა იქნება თუ დაგეგმილი მოქმედება იქნება თუ ასე შემდეგ და გვაქვს I'm meeting my friends after work, მე ჩემ მეგობრებს ხვდები სამუშაოს მერე, or I'm flying to Dubai tomorrow, ხვალ დუბაიში მივფრინავ, ყველაფერი გამზადებულია, ბილეთი ნაყიდია, ბარგი ჩაალაგებულია, ვიცი რომელ საათზე მივფრინავ. 80% იმიტომ უწერთ, რომ თუ რამე უკიდურესად გაუთვალისწინებელი მოქმედება არ მოხდა, მაშინ ეს დაგეგმილი მოქმედება აუცილებლად შესრულდება. ამ დროის წარმოება ზოგიერთს გონია, რომ სირთულესთან არის დაკავშირებული, უჭირთ დამახსოვრება, მაგრამ ძალიან მარტივია. წინა ვიდეოში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ზმნა გამოხატავს მდგომარეობას და მოქმედებას. Present continuous-ში ავიღოთ მდგომარეობის ზმნა, დავამატოთ მოქმედების ზმნა და დავამატოთ ing-იანი ფორმა. ანუ მოდი ასე ვთქვათ, უწოდოთ სამთა კავშირი და წინ დავამატოთ არსებითი სახელი. იქნება I, თუ ბიზნეს შესაფერისი ფორმა am, ნებისმიერი action ზმნა ავიღოთ, work, მაგალითად, და დავამატოთ ing. და გამოგვივა I'm working now. მეორე რითაც შეგვიძლია რომ დავიმახსოვროთ ამ დროის წარმოება, ანუ ამ დროის წყობა, სტრუქტურა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მარტივად ჰამბურგერი. პირველი ნაწილი, ანუ პირველი პური შედგება to be ზმნისგან, შუა სუყე ნაწილი არის ძირითადი ზმნა და ბოლოში გვემატება ing. So, I'm eating now. რადგანაც მტკიცებითი სტრუქტურა უკვე განვიხილეთ, გადავიდეთ კითხვითის და უარყოფითის წარმოებაზე. ჩვენ present simple-ის ვიდეოს ჩაწერის დროს ვახსენეთ, რომ კითხვითი მდგომარეობის ზმნისთვის იწარმოება ინვერსიით. ანალოგიურად ხდება continuous-ში. ანუ რას გულისხმობთ? Are you working? მუშაობ შენ? ზუსტად ანალოგიურად პასუხი როგორც present simple-ში, ასევე აქაც პასუხი იქნება yes I am or no I am not. Is he working? მუშაობს ის? Yes he is or no he is not. დავუბრუნდეთ ვარდისფერ ვაგონს, როცა ეს პასუხი არ არის საკმარისი და მეტი ინფორმაცია გვაინტერესებს, ვარდისფერ ვაგონში განთავსებულია კითხვითი სიტყვები.
როგორც ქართულში, ასევე ინგლისურში შეკითხვას იწყებს კითხვითი სიტყვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ signal words. ანუ აი ესეთი სიტყვები, ზმნიზედები, რომლებიც გვანიშნებს სად უნდა გამოვიყენოთ present continuous-ი. და ასეთი სიტყვებია now and today. ვიღაცა იკითხავს, რომ რატომ არის მაგალითად today present continuous-ი. Today's სხვადასხვა დროსთან მიმართებაში ვხედავთ ჩვენ, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად present continuous-ისთვის, როგორც ქართულში ვიყენებთ დღეს, მაგალითად, ზუსტად ისე ვიყენებთ ინგლისურშიც. რას გულისხმობთ? მე დღეს ჩემ მეგობრებს ხვდები. ეხლა 12 საათია შუადღის, მე სამსახურში ვარ, მაგრამ ვიცი რომ სამსახურის მერე დღეს მეგობრებს უნდა შევხვდე. Today I'm busy. Today I'm meeting my friends. At the moment, at this moment, in the picture, ეს ყველაფერი present continuous გამოხატავს ამ წამს რაც ხდება სურათზე, როგორც ქართულში ვსაუბრობთ. სურათზე ასახულია ბუნების პეიზაჟი, ხედავთ მელია როგორ მისდევს ჩიტს. ანალოგიურად გადადის ინგლისურში სურათის აღწერა ხდება present continuous-ის გამოყენებით. Present continuous აქ ძალიან საინტერესო თვისება, რაც ქართულში მე მგონი არ გვხვდება. გამოხატავს გაღიზიანებას, შეწუხებას. ყოველთვის გამოიყენება ისეთი სიტყვების თანხლებით, როგორც არის constantly or always. You are constantly making too much noise or you are always eating too much. მე რა თქმა უნდა შემიძლია ვთქვა, რომ you always eat too much, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ ფაქტს ვასახელებ და გაღიზიანებას არ გამოვხატავ. მაგრამ როცა მუდმივი ჩვევის მოქმედება კონტინიუსში გადამყავს, ეს ნიშნავს, რომ მე გაღიზიანებული ვარ და ჩემ დამოკიდებულებას გამოვხატავ კონკრეტული ფაქტის მიმართ. ვიდეოს დასაწყისში ჩვენ ვახსენეთ, რომ ორ დროს უკვე ნასწავლ present simple-ს და continuous შევადარებთ ერთმანეთს. გვაქვს ორი ასეთი შეკითხვა. What do you do or what are you doing? რა იქნება თქვენი აზრით ამის პასუხი? პირველი შეკითხვის პასუხი და მეორე შეკითხვის პასუხი. პირველ შეკითხვაზე პასუხი what do you do უნდა იყოს სავარაუდოდ I'm a teacher. I work in school. ანუ ზოგადი პასუხი, თქვენ რასაც საქმიანობთ? What do you do for living? რას აკეთებ იმისთვის, რომ ურისფული იშოვო? ხოლო შეკითხვაზე what are you doing at 12 tomorrow morning? ხვალ 12-ზე დილას რას აკეთებ? პასუხი იქნება აუცილებლად განსაზღვრული, აუცილებლად დაგეგმილი მოქმედება. I am meeting my friends at 12 tomorrow. ხვალ 12 საათზე მე ვხვდები, კი არა, შევხვდები, ვხვდები მეგობრებს. იმიტომ რომ შევხვდები ნიშნავს, რომ რაღაცები არ არის გარკვეული და კიდე დეტალები დასაზუსტებელია, მაგრამ მე ვხვდები მეგობრებს ხვალ 12 საათზე, როგორც ქართულში, ასევე ინგლისურში ნიშნავს დაგეგმილ მოქმედებას. რა, სად, ვისთან, როგორ ამ შეკითხვებზე პასუხს გვაძლევს. შევაჯამოთ ორი დრო და შევაპირისპიროთ ერთმანეთს, რომ კონტრასტით უფრო მარტივად დავინახოთ განსხვავებები და გამოყენების საშუალება ამ დროების. როგორც ხედავთ, present simple გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ კი უნდა ვილაპარაკოთ ზოგად ჭეშმარიტებაზე, ფაქტებზე, როცა უნდა ვილაპარაკოთ timetable or scheduled actions, ანუ უკვე დაგეგმილ და განსაზღვრულ მოქმედებებზე, რომელიც ცხრილით არის გაწერილი და თავისი დრო აქვს მინიჭებული, და უნდა ვისაუბროთ about permanent states, ანუ მუდმივ მოქმედებასა და მდგომარეობაზე, ჩვევებზე და განწყობაზე და ემოციებზე, რა თქმა უნდა. მაშინ, როცა present continuous-ი გამოხატავს მოქმედებებს, რომლებიც ხდება ახლა, რომელიც არის დროებითი, რომელიც ასევე გამოხატავს მომავლის დაგეგმარებას, present simple-იც გამოხატავს მომავალს, მაგრამ არის scheduled, ანუ ჩვენ გრაფიკით ვიცით რა როდის მოხდება. ხოლო present continuous-ის შემთხვევაში ჩვენს მიერ დაგეგმილი, ანუ arrangement-ი არის გაკეთებული
შეთანხმებულია რა, სად, როდის, ვისთან, როგორ და ასე შემდეგ და დროებითი მდგომარეობა, დროებითი მოქმედება, მაგალითად, she's working at the hotel until next week. ანუ შემდეგ კვირამდე ის სასტუმროში მუშაობს. ეს არ არის მისი მუდმივი სამსახური, არის დროებითი სამსახური. დღეისთვის სულ ეს იყო, იმედი მაქვს, რომ პრაქტიკაში ადვილად გამოიყენებთ ამ დროს, ჩვენს მიერ შემოთავაზებული გონების რუკის და მარტივი ტექნიკების დახმარებით. ვიდეოს ბოლოს იქნება ტესტი, თავისი სწორი პასუხებით, გამოსცადეთ თქვენი თავი და თუ რამე შეკითხვები გექნებათ, კომენტარებში დაგვიწერეთ, სიამოვნებით გიპასუხებთ. მადლობა ყურადღებისთვის.